ასეთი ისტორია მოხდა. ვართ ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე, ბალიზე. ვსეირნობთ, ნახეთ რა სილამაზეა და უსვათ ხედავთ ტიპი წევს. ანუ უბრალოდ კი არ წევს, ანუ აი რო აგდია გათიშული ტალღებში. არ ვიცი როგორ. და არ მოძრაობს საერთოდ. და ტალღებშია აი ეს ტიპი ასე. უფრო ახლოს აი ეს ტიპი იყო. ვონთ ეგდო ისეთ გათიშულ პოზაში რომ მეთქი თან აშკარად არ სუნთქავდა, ანუ შორიდან არ ჩანდა რომ სუნთქავდა. ხო და გავიქეცი მეთქი შეამოწმე რა სჯერს ხო კარგად არის. და უბრალოდ გორაობს ერთობა. ერთი ნაბიჯის სიშორე არ დამრჩა ისე, ტიპი წამოდგა და მეთქი შეცოცხალო შენ. შეცოცხალო. თურმე ცოცხალი ყოფილა და მე ერთ-ერთ წუთში მოდის ტიპი და დავინახე რაც გააკეთეო და კარგი ადამიანი ხარ, მეტი ადამიანი ჭირდება მსოფლიოს შენაირი. პალესტინელი. ხო და რავი მეტი კარგი საქმე ვაკეთოთ რა. და იქნება ბედნიერი. აი სულ მაგაზე ვფიქრობ ხოლმე რომ შენ თუ არ აკეთებ და შენ თუ აგიკეთებენ კარგ საქმეს, უბრალოდ რო უყურებ სხვას რომ რაღაც კარგს ხედავ, მაგითაც გემატება ოქსიტოცინი ეგეთი. ევოლუციური ამბავი გვაქვს ასე რომ არა მარტო ჩვენი თავის გამო და არა მარტო სხვის გამო, უბრალოდ ერთმანეთის სიკეთის ხურებაც როგორ გვეხმარება. თან აქ ყველაზე გადაობა უკიდურესობა რა არის? თან უნდა გეკიდოს სხვისი აზრი, თან სხვისი აზრი გაბედნიერებს. ან უნდა გეკიდოს ნეგატიური აზრი და პოზიტიური აზრი, როგორც ჩანს, ეგ აღიარების გამო ძალიან ბევრ რაღაცას ვაკეთებთ და ასწორებს. ანუ ბალანსი ესაჭირო. ადამიანმა შეიძლება გაგაუბედუროს და გაგაბედნიეროს. რომელს რჩევ შენ?